მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ნინია. დღეს შემოვდივარ ასეთი თემით. მე გავშალე ზოდიაქოებზე იყო მიწის ნიშნები. დღეს ვისაუბრებთ ცეცხლის სტიქიის ნიშნებზე: ლომი, ვერძი და მშვილდოსანი. მოკლედ დავიწყოთ თქვენი ახლანდელი სიტუაცია, გოგოებო, ბიჭებო. მოკლედ ხართ შრომაში, ლომებო, გიყვართ როგორც ყოველთვის ლამაზი სიტუაციები, ლამაზი ცხოვრება, ლამაზი ნივთები, ფიქრობთ რომ შეიძინოთ რაღაცეები, გინდ სახლში, გინდ გარეთ, გინდ შეხვედრები პიროვნებებთან, გაქვთ დაგეგმილი, გოგოებო, ბიჭებო, თანხებს გამოიმუშავებთ, ელოდებით, ზოგი ხელფას ელოდება, ზოგი თანხას ელოდება გზიდან, აუცილებლად იქნება ჯანმრთელობაც კარგად მიმდინარეობს, გამოსწორების გზაზე მიდის, ვინც ელოდება, ვისაც ტრანსპორტზე, მანქანაზე გაქვთ პრობლემა, გაკეთდება მალე, ან რაღაცის ჩამოსვლას, ნივთის ჩამოსვლას ელოდებით, ის ჩამოვა მალე აღსრულდება. ასევე შეხვედრები გექნებათ, დალაპარაკება გექნებათ, თქვენი აი ეს პატარა მარცვალი, რაც ჩათესილი გაქვთ, ხო, ჩაფიქრებული, ის ნელ-ნელა უკვე მოდის, იზრდება და ასრულებაშია ნამდვილად კი. ასევე ახალი გაცნობილები ვინც ხართ ურთიერთობაში, შეხვედრა გექნებათ, დაპატიჟება იქნება, რაღაცა საერთო შეთანხმება გექნებათ საუბრებში, ასევე სამსახურთან დაკავშირებით გექნებათ სადმე გასვლა ერთად, არ გამოვრიცხავ. ეს გოგოებო შეიძლება სამსახურში იმპერატორი წინსვლა, გზა, კარგი პიროვნება გეხმარებათ, თქვენს მოკლედ სურვილის ასრულებაში გეხმარებათ, ანუ გიგზავნიან ამ პიროვნებას. არ გამოვრიცხავ, რომ სამსახურში უფროსი იყოს, ბიჭებო, არ გამოვრიცხავ, თქვენ ხართ უფროსი და ქვეშევრდომები ყავთ და ნამდვილი კარგი კოლექტივი იქნება, რაზეც მიილტვით, ის აუცილებლად გამოვა, ასე ამბობენ. გზები იქნება, ბიჭებო, თქვენს დაგიდგებათ ვიღაცა პიროვნება გვერდში და მართლა წინ წახვალთ ცხოვრებაში. ანუ ეტაპობრივად, რაც ესე იგი, რასაც ფიქრობთ და რაც გინდათ რომ გააკეთოთ, კარტი გეუბნებათ რომ გააკეთეთო. კარგი პერიოდია. კარგით. აბა პირადი ვნახოთ, თქვენი პირადი. ვიღაცა ქალი გიშლით ნერვებს, გოგოებო, ბიჭებო, ასევე შეიძლება ოჯახში იყოს, სისხლით ნათესავი იყოს, არასისხლით ნათესავი იყოს, მიხვდით, ვიღაცას ელოდებით, ლოდინში ხართ, მოლოდინის ლოდინში ხართ, ზოგი ფურცლებს ელოდებით, ზოგი უძრავ ქონებასაც შეიძლება შეეხოს, შეიძლება ნოტარიუსი იყოს, შეიძლება სასამართლო იყოს, მაგრამ ეს აი წმინდა წყალივით სიმართლე გამართლდება, რასაც ელოდებით. SMS ელოდებით, გოგოებო, ბიჭებო, გზიდან, ან ინტერნეტიდან, მიხვდით, კარგი ახალი ამბები მოდის. გაიხარებთ, ძალიან გაიხარებთ. ხართ, უკაცრავად ხართ კარგი მეოჯახე, გოგოებო, ბიჭებო, ასევე თქვენც ლამაზად იცით ყველაფრის გაკეთება, თუნდაც ელემენტარული კერძი იყოს, გზას გაყურებთ, მოკლედ მოლოდინის რეჟიმში ხართ, გოგოებო, ბიჭებო. ერთი ქალი ამოდის, ყინულის დედოფალია, მოკლედ არასასიამოვნო ფიქრებით ამოდის,
P100 ამოდის და T100 ამოდის. ასევე თქვენს მიზნებს არის ჩასაფრებული. მიხვდით რომ არ გამოგივიდეთ. არა კეთილის მოსურნია. მოკლედ, რო თქვენი ჩაფიქრებული სიტუაცია, რასაც გინდათ რომ მიაღწიოთ ცხოვრებაში და უკვე მიღწეული გაქვთ ნახევარზე მეც, უნდა რომ ჩაგიშალოთ ეს მოკლედ თქვენი ჩანაფიქრები, მიხვდით? ანუ თავის მენტალზე ფიქრობს, თავის მენტალზე რა, რომ თავი და ტვინი აგირიოთ. ასევე არ გამოვრიცხავრო გოგოებო ბიჭებო, ექიმთან გექნებათ ვიზიტი. არ შეგეშინდეთ, ყველაფერი კარგად იქნება. ვისაც ოპერაციები გინდათ გაიკეთოთ, ეგეც კარგად დასრულდება. ასევე პირადში ამოგდით კიდე რომ ტუზი კვერთხები ამაზე კარგი კარტი რა ვიცი. სწრაფად მოხდება ყველაფერი, განახლდება სიტუაცია, პირადში ვისაც გაყინული გქონდათ სიტუაცია ქალის გამო, გოგოებო ბიჭებო, იქნება დაკავშირება, იქნება მობრუნება, იქნება შერიგება, აუცილებლად იქნება კი და გვირგვინს თქვენ დაიჭერთ და ვარსკვლავი და მზე თქვენს თავზე გაბრწყინდება. ძალიან კარგი. ეხლა სიყვარული ვნახოთ. ჯერ გოგოებზე ამოვყრის სიყვარულს. იყო ნეგატივი გაკეთებული, ვიტყვი რომ პორჩა არის აქ, პორჩა გოგოებო, იყო განშორება, ადამიანი გაიყვანეს სახლიდან ან დაგაშორეს და ამაზე თქვენ იბრძვით, მიხვდით, გულის ტკივილები გაქვთ. იყო ჩხუბები, იყო სკანდალები, ძალიან ცუდი სიტუაციები იყო. და ეხლა თქვენ როგორ სიტუაციაში ხართ, იცით, სიყვარულში ისევ იმ პიროვნებასთან გააგრძელოთ თუ ახალი ნაბიჯები გადადგათ. სხვათა შორის ჩანს ახალი ადამიანი, ლომებო, გოგოებო, ჩანს ნამდვილად. იცით რა არის? აი ეს სასწორი დადევით, აღარ გინდათ ეს აქეთ-იქით დაიწონას თამაში. მიხვდით? უყურეთ წარსულში ეს როგორი ცუდი სიტუაცია, დატოვეთ ეს, არ გინდათ ეს ურთიერთობა და ნახეთ როგორ გადადიხართ ლამაზ სიტუაციაში, გადადიხართ ძალიან. უყურეთ როგორი კარგი ახლო მომავალი გელით სიყვარულში, ბუკეტი გენაცვალე, ბედნიერება გელით, გახარება გელით, კარგი პიროვნება ამოდის, ვინც იქნება. ან ვინც ახალი გაცნობილი გყავთ გოგოებო, საჩუქრებს გაჩუქებთ, გაგახარებთ, აი ძლიერი ადამიანი იქნება, ძლიერი. არ ინერვიულოთ, წარსული დატოვეთო, კარტი გეუბნებათ, ყველაფერი კარგად გექნებათ სიყვარულში. თუ არ დატოვეთ და არ დაამთავრეთ ეს წარსული, ახალს ვერ დაიწყებთ. ბიჭებო, აბა სიყვარულში ვნახოთ ლომებო. თქვენც იცით რა არის, რო განგმირავ ადამიანს, ხო იცით, აი რო ჩაარტყავ რა ხანჯალს, მოკლედ. არასასიამოვნო საუბრები იყო, დაშორება იყო, ვიღაცა ქალის გამო იყო ეს, ბიჭებო. თქვენ უკვე მიხვდით, რომ ემოციურად ხართ არეული, მიხვდით, რომ ფარდა აეხადა რაღაცას, მიხვდით? აი, ცოტა ბრძნული აზრები მოგივიდათ თავში, იმიტომ რომ ეს ის ადამიანი არ იყო, ვინც თქვენ გეგონათ, მიხვდით? და არის შერიგება, არის შეხვედრა, არის ახალი ურთიერთობა სიყვარულში, ნამდვილად არის, ან განახლებული სიყვარული, ან განახლებული ურთიერთობა თქვენ სიყვარულში, მიხვდით? ვისაც შვილები ყავთ, გახარება გაქვთ, შეხვედრა გაქვთ, მოკლედ ემოციებით აღივსებით, გაიხარებთ, ახალი სიტუაციები წამოვა სულ. ასევე თქვენი ბორბალი ეტლი ამოვიდა, ჩაჯექით ამ ეტლში და გააგრძელეთ გზაო, გეუბნებათ, ვიზეც მიგიწევთ გული, ძალიან კარგად დასრულდება, ძალიან კარგი კარტი ამოდის,
გაიხარებთ და გაიმარჯვებთ. აბა ეხა სამყარო რას ლომებო, რას გეტყვით ახალს რას გეტყვით და დაამთავრეთო ეს სიტუაცია, ეს ხმლები, დამთავრდება ეს ყველაფერი და გადახვალთ ახალ ეტაპზე. ძალიან კარგი, გამოდიხართ აი ამ ყველანაირი გაჭედილი სიტუაციიდან და იყოს ასე. მიხარია. ეხლა მე გადავალ ეს იყო ლომები. ეხლა მე გადავალ ვერძებზე. ერთი წუთი ავჩეხავ, ხო? ავჩეხავ. ამასობაში მოიწონეთ ჩემი ვიდეო, დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი სტუმრებო. იმიტომ რომ მხოლოდ ჩემი რიტუალები და ჩემი გაშლები მხოლოდ ჩემი გამომწერებისთვის არის. სხვანაირად არ იმუშავებს. გადმოქაჩვა არანაირად არ შეიძლება ჩემი რიტუალების, ერთი-ორმა გააკეთა და ერთი დაიბლოკა, იმიტომ რომ არაფრით არ შეიძლება კატეგორიულად გაფრთხილებთ და ვკრძალავ, არ იმუშავებს მეგობრებო, მხოლოდ და მხოლოდ ჩემი არხიდან უნდა უყუროთ ჩემს რიტუალებს და ასევე გაშლებს, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ იმოქმედებს და მხოლოდ და მხოლოდ ჩემი გამომწერებისთვის. ეხლა გადავედით ვერძზე. აბა რა ხდება? აბა ეხლა რა ხდება? თქვენს როგორი სიტუაცია გაქვთ ნახოთ. გიღალატეს რაღაცა არასწორ გზაზე წახვედით, გოგოებო, ბიჭებო, იცით? არასწორი არჩევანი გაქვთ გაკეთებული. ბედი აგერიათ, ზოგი ბედნაცვალები ხართ, კი ნაცოლებები ხართ, განათხოვრები ხართ, ზოგი კიდე სცადეთ ურთიერთობა და ის ვერ მიიღეთ, ის დიაგნოზი ვერ მიიღეთ, რასაც გეუბნებოდათ და რასაც გელაპარაკებოდათ თქვენი პარტნიორი. კი, იყო გზების გაყოფა, იყო არეულ გზებზე იარეთ, უსიამოვნო გზები იყო წასვლა, იყო ჩამოსვლა, შეხვედრები იყო, მაგრამ ყველაფერი ფუჭად იყო. ასევე ტრანსპორტზე იყო რაღაცა პრობლემა, ავარია იყო და მაგრამ კარგად გამოხვედით. ვიზეც რეზონირდება, ასე მეუბნებიან ბიჭზეა ავარია. თქვენი ბედის ბორბალია, ცდილობთ რომ გამოასწოროთ და გამოსწორდება ნამდვილად. ბიჭებო, მოკლედ აი კეთილდღეობის კარტი დაჯდა, გოგოებო, თქვენც გეხებათ, იქნება სიტუაციის ბედის გამოსწორება იქნება. აუცილებელი არაა რომ აქ გათხოვებაზე და სიყვარულზე იყოს საუბარი. ნებისმიერი სიტუაცია, აი ეს გზა რაც გაიარეთ, იყო თქვენი კარმული და ყოჩახ კარტი გეუბნებათ რომ სწორედ გაიარეთ. ვერძებო, გიყვართ ფულის გამომუშავება და გექნებათ კიდეც დაეხმარებით, ბევრს დახმარები ხართ და კიდე დაეხმარებით. მიხვდით, გვერდში დგომა თქვენც გექნებათ და კარტი გეუბნებათ მიიღეთ, გეშინიათ აი ეს გვერდში დგომა. ხართ ესეთი ამაყებიო ვერძებო, გეუბნებიან, მიიღეთ ის ახალი ადამიანები და ვინც თქვენ მართლა თქვენთვის კარგი უნდა, გეეჭვებათო, გეუბნებიან და კიდე მეორე შეცდომითი გზები მდინარეში ორჯერ შეცდომით არ შეხვიდეთო. თანხები იქნება ნამდვილად გოგოებო, ბიჭებო, პიროვნება დაბრუნდება, შეხვედრა იქნება, პიროვნება ამოდის, რომელიც თქვენი ბედში ჩაერევა, გამოგიგზავნიათ სამყარო და გადაგადგმევინებთ სწორ ნაბიჯებს, გადაგადგმევინებთ აუცილებლად. აბა რა იქნება ახლა პირაჩი, გოგოებო, ბიჭებო, ვერძებო. გოგოებო, კარგი, მეოჯახე ხართ, გიყვართ ფული
როგორც შემოდის, ასევე გადის, მაგრამ როგორ ახართ იცით, პირადში არის დიდი ნეგატივი, ანუ პორჩაა გაკეთებული ურთიერთობებს შორის, ვიღაცამ ჩათვალა გოგოებო ბიჭებო, რომ თქვენ ეს დაიმსახურეთ, მიხვდით, დაიმსახურეთ და გაგასამართლეს. ასევე გეტყვით, რომ თქვენ იგივე ვერძებო თქვენზე, მოკლედ დღეს კარმაზე მელაპარაკება სამყარო და უფალი, რომ თქვენ კარმული ნაბიჯები გაიარეთ, კარმული ნაბიჯები და არ დანებდეთო გეუბნებიან, ვინც ჩემ წმენდებს უყურებს. აი ნეგატივი მოვიდა გზებთან დაკავშირებითაა, თანხებთან დაკავშირებითაა, პირდაპირ დამიზნებული იყო ოპერაციები, ცუდი სიტუაციები იყო, არ იყო კარგი სახალისო სიტუაციები, მაგრამ ეს თქვენ უნდა გაგევლოთ, ეს იყო ზემოდან, სამყაროდან იყო, მიხვდით? სამყაროდან იყო ეს ყველაფერი. თანხები ოპერაციებში დაიხარჯა. ვისი იმედიც გქონდათ, ის არ დაგიდგათ გვერდზე, მიხვდით? არ დაგიდგათ გვერდზე და გამოძრებით ამ სიტუაციიდან არ ინერვიულოთ. თქვენ უნდა ენდოთ, ანუ ისეთ ადამიანს ენდეთ, ვინც არ იყო სანდო და მოგატყუეს, მიხვდით, ყველაფერში მოგატყუეს. იყო აქ ჩარევები, იყო აქ შავი მაგიები, კი, ნამდვილად იყო. ეხლა ვნახოთ აბა სიყვარულში. გოგოები ვერძების სიყვარული. პიროვნება ამოდის, რომელსაც უყვარს, იცით რა არის, ცოტა სხარტი, ცივი ლაპარაკი უყვარს, მერე უცებ გათბება, არა მყარი შეიძლება, აი დღეში 9 პარასკევი აქო ამბობენ რა და იცით რა არის, აქ ოჯახს მიჩვენებენ გოგოებო, თქვენზე დაფიქსირდა და ოჯახი, ბავშვები, მიხვდით? ეს ელოდებით, რომ ძალა მოგეცეთ და აუცილებლად გექნებათ. შერიგება იქნება და ეს პიროვნებაც დაწყნარდება. ანუ მერყეობას დააბალანსებს ეს პიროვნება. მიხვდება, რომ ესე იგი თავისი ეს სიმკაცრე ზედმეტად მოუვიდა, ფიქრობს, რომ თვითონ რომ ყველაფერი იცის ესეთი პიროვნება, მაგრამ შემცდა რა ბევრჯერ. მაგრამ თქვენ როგორ იცით, აი ერთიანად აღებული არ არის ცუდი ადამიანი, უბრალოდ რაღაცეებში ზედმეტობა მოსდის, მიხვდით, ზედმეტობა მოსდის. გექნებათ ძალა, ძლიერი ადამიანი იქნებით, ვერძებო, ნახეთ როგორი კარტი დაჯდა, ეჭიდებით ცხოვრებას, ეჭიდებით თქვენ სიყვარულს, ეჭიდებით თქვენს ოჯახს, ეჭიდებით სამსახურს და ყველაფერს აბსოლუტურად ჯანმრთელობის ჩათვლით, ბავშვების ჩათვლით, სიყვარულის ჩათვლით. ეს ყველაფერი კარგად იქნება, კარგად გაივლის. პატარა უსიამოვნება გექნებათ, მაგრამ როგორ იცით, გაივლის, არ იქნება ისეთი რაღაცა შეტაკება, რომ გული გადკინოთ. პირიქით, არა, ეს საჭიროაო, სამყარო გეუბნებათ, რომ მიხვდეთ, ვინ გინდათ და რა გინდათ სიყვარულში. ეხლა ბიჭებო, მამაკაცებო, თქვენი სიყვარული, აბა ვერძებო. რა ხდება სიყვარულში? გენატრებათ, ენატრებით, იყო უსიამოვნება, იყო ჭორები, იყო შური, იყო გახლეჩვა ურთიერთობის, იყო ჩარევები, მესამე პირების, ნამდვილად იყო, ბრძენი რო ეგონათ თავიანთი თავები და ენებს მარტო აჭორავე და სხვაზე ალაპარაკე, ესეთი პიროვნება იყვნენ, კი, ნამდვილად იყვნენ. ესე იგი, ძალიან კარგი ადამიანი იყო, გოგო ამოდის წყლის ნიშანი და ჰაერის ნიშანიც თამაშდება, მიწის ნიშანიც თამაშდება, ეს სამი ნიშანი, რომ ესე იგი
ძლიერი ადამიანი იყო, შეშურდათ თქვენი, მიხვდით რომ რატო უნდა ყავდეთ თქვენ ესეთი ლამაზი და კარგი ადამიანი თქვენს გვერდში და ჩაერივნენ, მიხვდით? ჩაერივნენ, მაგრამ ესენი დაისჯებიან არ ინერვიულოთ ვერძებო, სამყარო დასჯის, აუცილებლად დასჯის ვერძებო. იქნება დაკავშირება აუცილებლად იქნება, კი. ან ახალ ურთიერთობაში გადიხართ. თქვენ რაღაცა ძველი გინდათ დაიბრუნოთ ისევ, ეჭიდებით ბიჭებო, მაგრამ მოდი აბა სცადეთ ახალი ურთიერთობაც, იქნებ უფრო კარგად წაგივიდეთ საქმე, ხო? და ეხლა სამყაროსგან რა იქნება აბა ვერძებო? ეხლა შევისებით ემოციებით, რო გიყვართ кейფი, გიყვართ რა თქმა უნდა, ხალხმრავლობა გიყვართ მოწინავე, ლიდერობა გიყვართ, მიხვდით და კარტი გეუბნებათ, რომ კარგი მეგობრები ამოვლენ, კარგი მეგობრები, რაღაცა საქმეზე, დიდ საქმეზე ფულის ჩადება, ან ფიქრობთ თუ ეს ადამიანი მე ზუსტად დამეხმარება, ნამდვილად გადავიხდი ამ თანხასო, მაგრამ მაინც დაფიქრდით, აბა, ესე იგი, პირდაპირ მორთმეული ბლუდა არ შეჭამოთ, მიხვდით? გადაამოწმეთ ინფორმაცია. აი ესეთი სიტუაცია გაქვთ ვერძებო. მადლობა ვერძებო. ამასობაში გამოიწერეთ ჩემი არხის სტუმრებო, მოიწონეთ ვიდეო, იმედია მოგეწონათ, ნინია ყოველთვის სიმართლეს იცახის და ჩემი ვიდეოები არ გადმოგაჩოთ, იმიტომ რომ ჩემი რიტუალები მხოლოდ ჩემი YouTube არხიდან უნდა უყუროთ. ისე არ იმოქმედებს, მეგობრებო, არ იმოქმედებს. ხო, ეხლა გადავედი მშვილდოსანზე. ცეცხლის სტიქის ნიშნები, ლომი, ვერძი და შვილდოსანი. მოგესალმებით შვილდოსნებო, ნახოთ აბა ეხლა შვილდს სად გაისვრით, რა ხდება? აბა რა იქნება? რა ხდება ჯერჯერობით თქვენს სიტუაციაში, თქვენს ცხოვრებაში? თქვენც იგივე, იცით, აი ჩარევა იყო ოჯახში, ჩარევა იყო მესამე პირების, როგორც მეტოქე ხო მარტო გოგო არ არის, ხო, ქალი არ არის, მამაკაციც არის. პატარა განხეთქილება იყო მშვილდოსნებო და არის, რაც აი აკოწიწეთ და თქვენი დათესილი, თქვენი ნამუშევარი, ოჯახიც ხო იგივე საქმეა, ბიზნესია ხო? ოჯახი რა არის, მეგობრებო? ურთიერთობის შესწავლა, ორი ადამიანის სხვადასხვა პლანეტაა, ხო? ქალი და კაცი, მე ესე ვთვლი, ჩემი აზრი მაქვს და არავის არ ვახვევ. სხვადასხვა პლანეტაა, ხო? ამ ორი ადამიანის ერთმანეთის ფიზიოლოგიურად და გონებრივად შესწავლა და მეგობრება ხდება. ხო? ეს ყველაფერი, ეს ნაშრომი, შვილები, გოგო ბიჭი ამოდის, ეს თქვენი ლამაზი ურთიერთობა არის, კი, მაგრამ რატო გონიათ, რომ იმ გზებზე არ დადის თქვენი მამაკაცი, რაღაც ეჭვებში ხართ, იცით, ეჭვებში ხართ მშვილდოსნები. იცით რა არის? მიდის ეს ხელისშემშლელი ფაქტორები, მიდის ხელისშემშლელი ფაქტორები. გააქვთ ბედნიერება, გააქვთ, აი უყურეთ კარტებს თვითონ, ურთიერთობა კარგია, შვილებთანაც კარგია, ვისაც ახალი გაცნობილები ხართ, იქაც აღმოცენდება ეს ლობიო, ნახეთ, ლობიოს თესლი როგორ ყვავის. ეს არის ჯანმრთელი ურთიერთობა, მზე თავზე დაგნათით, კარგი სიტუაციები და არ გამოვრიცხავ, რომ სადმე წასვლა, წამოსვლაც გაქვთ. აქაც ნახეთ
როგორი სიყვარული, ჩახუტება, ახალი გზები, ახალი ურთიერთობები. ასევე არ გამოვრიცხავ, რომ თანამშრომლებს შორის ახალი სამსახური, ახალი ურთიერთობები, დამეგობრება, წინსვლა, გაღვივება სიტუაციის უკვე აღმოცენებულია, რასაც ელოდებით და მიდის წინ. იცით რა არის? ნუ ეხლა კარტი ამბობს, რომ მოიძებნება ხო ყოველთვის შურიანი და აი ენაამებნა ნამდვილად თქვენზე ბევრს ლაპარაკობენ, რომ ვიღაცა ფიქრობს, რომ არასწორ გზებზე დადიხართ, მიხვდით, მაგრამ ეს იმის ფიქრებია და არ მიაქციოთ ყურადღება. ვერ შეგიშლით ხელს. აბა ეხა პირადში რა ხდება? შვილდოსნები. ანუ შიში გაქვთ გზების რაღაცაზე ეჭვობთ და ნუ გეშინიათ, ყველაფერი კარგად არის. გამოვა ის, რაც გინდათ, კი, გამოვა, არ ინერვიულოთ. ნუ წარსულში იყო რაღაცა განშორება იყო, თქვენი ის რაც აქამდე აშენეთ ის რომ დაცარიელ და დაინგრა, გოგოებო, ბიჭებო, განშორება მოხდა, იყო განშორება ნამდვილად, რომელიც თქვენ ნამდვილად არ დაიმსახურეთ და წავიდა პიროვნება უსასრულოდ, მაგრამ თქვენ ფიქრობთ, გინდათ მობრუნება, ფიქრობთ დავუკავშირდე, არ დავუკავშირდე. ეს პიროვნებაც ხანდახან გიკავშირდებათ ხოლმე რა, ესე გამოჩნდება ახალი მთვარესავით, მერე მიდის ისევ რა. და გაორებულია, ვერ გაიგო, რომელი ურთიერთობა უნდა, ის უნდა თუ ეს უნდა, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ იმ მესამე პირთან ნამდვილად არ უნდა ურთიერთობა, გოგოებო, ბიჭებო, ორივე გადაათამაშეთ თქვენ თავზე, მაგრამ ძალით მიდის იქ, უკვე ზიზღია იქეთ, მიხვდით? მოკლედ, ნამდვილად რასაც ელოდებით, გოგოებო, ბიჭებო, თანხებს ელოდებით მიიღებთ, საჩუქრებს ელოდებით მიიღებთ, თქვენი საქმის გამოსვლას ელოდებით, რასაც ელოდებით მიიღებთ. იქნება ეტაპობრივადო ამბობენ, ეტაპობრივად გაძლიერდება თქვენი ქისაც, თქვენი თანხებიც, თქვენი ახალი ამბებიც, იქნება რაღაცა საბუთებზე აქვს საუბარი, მოწესრიგება, ვიზა, ვისაც გინდათ, ნელ-ნელა კი ნამდვილად მოწესრიგდება და გაიმარჯვებთ. ასევე დამთავრდება გოგოებო, ბიჭებო, 10-იანი თასებით. ეს არის გამთლიანება, შერიგება, პიროვნებები, გოგოების და ბიჭების დაბრუნება, შეხვედრა, გათხოვება, დანიშვნა, ხელისთხოვნა, ყველაფერი კარგი, ოჯახი შეიკრება, ძალიან მიხარია. შვილდოსნებო, არ ინერვიულოთ. ეხა სიყვარული, მოდი ჯერ გოგოებზე ვნახოთ, რა ხდება თქვენ სიყვარულში, ჩემო კარგო შვილდოსნებო, გოგოებო. ნუ ძლიერი პიროვნება მოდის და ოჯახშიც ნახეთ როგორი ყველაფერი კარგად არის, აბსოლუტურად. გახარება, გამრავლება, გვერდში დგომა, შვილები, ვისაც გინდათ იქნება ისევ, აი ეს შეიძლება დაფეხმძიმდეთ რომელიმე, არ გამოვრიცხავ, ეს იმპერატორი, ძლიერი ადამიანი, ყველანაირად რო გვერდში დაგიდგებათ, ყველანაირად კარგი ადამიანი, უძლიერესი ადამიანი, აქაც უყურეთ რო ელოდებოდით, აი მოვა გენაცვალე პიროვნება და გვერდში დაგიდგებათ, ზოგს შემოუბრუნდება ადამიანი ისევ და ნახეთ, კეთილდღეობა, გახარება, თანხებში დაგეხმარებიან, არ გამოვრიცხავ რომ ეს პიროვნება ძლიერი ამოდის, ისეთი ბიზნესი კონდეს, ან ისეთი საქმე რომ გაგწიოთ წინ, თანხები მოგინდებათ, მამაკაცი დაგეხმარებათ, მიხვდით? აქ ყველანაირ თანხაზე ვსაუბრობ აბსოლუტურად მე. ძალიან კარგი, ძალიან მიხარია. ეხლა აბა მამაკაცები, ბიჭები, ნახოთ აბა რა ხდება თქვენ სიყვარულში, ჩემო კარგებო.
ნუ ბრძოლობთ, ნუ ეჭვიანობთ, ვერ გადაგიწყვეტიათ ორი პიროვნება ამოდის, ორი ადამიანი ამოდის, მაგრამ ცუდად არ არის, იცით? გამოდიხართ აი ამ ორჭოფობიდან, ნუ ეს ურთიერთობის აწყობაზე შრომობთ, მიხვდით ორივე, ცოტა რთული პიროვნება ჩანს ეს გოგო, იმიტომ რომ ისეთი ვერხოვნაე ჟრიცა ქურუმი ქალით ქურუში როგორ ეძახიან გაორება თუ სხვადასხვა შეიძლება ორი პიროვნება ან ერთი პიროვნებაა და გონიათ რომ ორი პიროვნებას იცნობთ არ გამოვრიცხავ მიხვდით მაგრამ ძლიერი პიროვნებაა ძლიერი ენდეთ ძალიან ნაკითხია ან საბუთებთან მუშაობს არ გამოვრიცხავ კი და ლამაზია სექსუალურია თუ არ იცნობთ ნამდვილად უკვე ჩათვალეთ რომ ესეთ პიროვნებას გაიცნობთ და დაგეხმარებათ რომ აი ეს თქვენი ეჭვები და თქვენი შიშები გაიფანტოს მიხვდით და იქნება სიმშვიდე წინ გადადგმული ნაბიჯები ურთიერთობაში გახარება ერთობლიობა ერთად თანაცხოვრობა და ყველაფერი კარგი მოკლედ მშვიდობა დაისადგურებს. ეხლა აბა მშვილდოსნებო რას გეტყვით სამყარო? კი, ნამდვილად სამიანი თასები იქნება ზეიმი, იქნება ახალი ურთიერთობები, ახალი თანამშრომლები, იყიდით ბევრ ტანსაცმელებს, გაჩუქებენ ბევრ ტანსაცმელებს, გაჩუქებენ საჩუქრებს, რომ ისეთი გახარებული იქნებით, რომ აი სხვასაც რომ ანახოთ, მიხვდით? აი რომ სხვამაც რომ დაინახოს ეს სურვილი გექნებათ. არ გამოვრიცხავ რომ აქ იყოს კიდე სამსჯავრო სამსახურები და იქ იყოს გამარჯვება, მიხვდით? ვისაც სასამართლო გაქვთ, გაიმარჯვებთ, გამოხვალთ სიტუაციიდან და ვისაც ახალი ნაცნობობა გინდათ იქნება და ამორჩევაზეც გექნებათ საქმე. მოკლედ, თქვენთან იყო ნინია. დღეს იყო ცეცხლის ნიშნები და ნელ-ნელა შემოვლენ მერე გადავალთ HR-ის ნიშნებზე, ჩავწერ ვიდეოს. წარმატებებს გისურვებთ და გამოიწერეთ ჩემი არხი და მოიწონეთ ვიდეო. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.